რას ამბობენ დროიდები თქვენზე? ძალიან მძაფრი გრძნობები გაქვთ მამაკაცის მიმართ, რომელიც ასევე გპასუხობთ ამ გრძნობებით. ოღონდ არის ერთი ოღონდ. რაღაცა თქვენგან დამალული ფიქრები აქვს, აზრები გაუგვის სხვაგან. არ ვამბობ, რომ მაინცსა და მაინც სხვა ადამიანთან, მაგრამ მისი გონება სხვა რამით არის დაკავებული მოცემულ ეტაპზე. ამ დროს თქვენში ცეცხლი გიზგიზებს. დიდი ალბათობით თქვენ ფიქრობთ ოჯახის შექმნაზე და შემიძლია გითხრათ, რომ ისიც უბრალოდ წარმოუდგენია, თუ რამდენი უნდა იშრომოს ამისათვის, ეს ცოტა აფრთხობს. გარდა ამისა, თქვენი ღირებულებები დიდი ალბათობით არ ემთხვევა ერთმანეთს და ეს სერიოზული სამუშაოა იმისათვის, რომ ოჯახის არქიტექტურა შეიქმნას. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, როგორც ყველას გარშემო, თქვენს გარშემოც არიან ავიენები, რომლებიც თითქოს ყველაფერს ხედავენ, ყველაფერი ესმით, ყველაფერი იციან, ნებისმიერ შემთხვევაში ცხვირს ყოფენ თქვენს ცხოვრებაში და აქეზებენ კიდევაც ალბათ ახლობელ ადამიანებს თქვენს წინააღმდეგ იმ ზომამდე, რომ შეიძლება ძალიან სერიოზული ბრძოლების გადატანა მოგიწიოთ. თუმცა ამ ბრძოლაში მოიგებთ და მოიგებთ თუ გულწრფელი იქნება თქვენი ემოციები და თუ გულწრფელად აღიარებთ იმას, თუ რა გაწუხებთ. საბოლოო სურათი ამოვიდა ასეთი, რომ დროიდები გეუბნებიან, რომ საკმარისად ლაღი, დამოუკიდებელი, საკმარისად საკუთარი თავით დაინტერესებული და დაკავებული უნდა იყოთ იმისათვის, რომ გამარჯვებას მიაღწიოთ. დღეისათვის სულ ეს არის, ვისთანაც რეზონირდა, ხომ კარგი, ვისთვისაც ეს იყო აბსოლუტურად განსხვავებული მისი პიროვნებისაგან, აქ გასაკვირი არაფერი არ არის, იმიტომ რომ აუდიტორია დიდია და ეს კიდევ გახლავთ ერთი რენდომული გაშლა.